გამარჯობა მეგობრებო. დღევანდელი ვიდეო ეძღვნება ბრიჯიტ ბარტოს. ამ განსაკუთრებულ ქალს და მის საპატივცემულოდ ეს ულამაზესი ყვავილი გამოვიტანეს სხვა ოთახიდან, რადგან ბრიჯიტ ბარტო ნამდვილად იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ლამაზი ქალი. მაგრამ მე ამ ვიდეოს არ ვწერ მისი სილამაზის გამო. მე ამ ვიდეოს ვუძღვნი მის საინტერესო პიროვნებას. შეიძლება და მე ვარაუდობ, რომ თქვენ რომელიმე ფილმი, მაგალითად ბაბეტამედის ომში, ან მისი ცნობილი ფილმი, რომელმაც მას მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობა მოუპოვა და ეს არის როჟე ვადიმის მიერ გადაღებული ფილმი ღმერთმა შექმნა ქალი. ნანახი გაქვთ ვფიქრობ, მისი სახელი გაგიგიათ, თან რადგანაც ისი 28 დეკემბერს გარდაიცვალა და 7 იანვარს დაკრძალეს, პრესაში ყველგან იწერებოდა მასზე და მისი ახალგაზრდობის დროინდელი სურათებიც ნანახი გაქვთ და აქედან გამომდინარე წარმოდგენა გაქვთ მასზე, რომ ეს იყო ცნობილი მსახიობი. მე კი მინდა სულ სხვა პორტრეტი შემოგთავაზოთ. ფასადის მიღმა ბრიჯიტ ბარტოს პიროვნება დაგანახოთ ფსიქოლოგიური გადმოსახედიდან. პირველად დავინტერესდი მისი პიროვნებით, როცა მე დაახლოებით 25 წლის წინ, ეს წიგნი, როჟე ვადიმის წიგნი, რომელიც არის ძალიან ძველი წიგნი, მან გამოსცა ეს, როცა ბრიჯიტი იყო დაახლოებით 50 წლის და ის გარდაიცვალა ახლა 91 წლის ასაკში. და ის წერს ბრიჯიტ ბარტო იყო მისი პირველი მეუღლე, კატრინ დენიოვთან ყავს შვილი, ჯეინ ფონდასთან იყო დაქორწინებული და საერთოდ ძალიან ცნობილი პიროვნება იყო, ეს ადამიანი გარდაცვლილი არის. და ის აღწერს მის რომანს 15 წლის ბრიჯიტ ბარტოსთან, მის ოჯახს, მე შთაბეჭდილება შემექმნა მის ბავშვობაზე და უნდა მოგახსენოთ, რომ ბრიჯიტ ბარტო იყო ძალიან გრძნობიარე, ძალიან საინტერესო გოგონა, არქეტიპულად ვინც ჩემ ვიდეოებს უყურებთ, ის იყო და დახასიათებული მაქვს ეს პრინცესა პერსეფონე, დედაზე და მამაზე დამოკიდებული, მაგრამ მეორე მხრივ მას ჰქონდა აფროდიტეს ძალიან ბევრი ნიშნები, თავისუფლების მოყვარული და თავისი გულისხმის მიმყოლი. და როცა ეს კარგი გოგონა და გოგონა, რომელიც თავისუფლებას ირჩევს, მაშინ მის შინაგან გარემოში ძალიან დიდ ჭიდილში მოდიოდა, მას ეს ძალიან აშინებდა დასაწყისში და მან ერთხელ, როცა მას უკრძალავდნენ როჟე ვადიმთან შეხვედრას, მან თვითმკვლელობა სცადა, შემთხვევის წყალობით გადარჩა და მაშინ მისი მშობლები ძალიან მკაცრი მშობლები ყავდა და იცით ძალიან საინტერესო რამ აღმოვაჩინე. იმ დროინდელ საფრანგეთში და ჩვენ ვსაუბრობთ 50-იან წლების დასაწყისში, ჩვეულებრივად კი არა, მიღებულად და აუცილებლად ითვლებოდა შუა და კარგად მცხოვრები ადამიანების ოჯახებშიც, რომ გოგონა დაქორწინებულიყო და ყოფილიყო ქალწული. მანამდე არ ქონოდა ურთიერთობა. და ბრიჯიტის მამა, რომელიც იყო ინჟინერი, ისინი ცხოვრობდნენ კარგად, შეძლებულად ქალაქის ცენტრში, ითხოვდა თავისი შვილისაგან, რომ ვადიმთან არ ჰქონოდა მას ურთიერთობა, სანამ ის ეკლესიურად მასზე არ დაქორწინდებოდა. და შემდეგ ამ წიგნში აწერია, მაგრამ შემდეგ ჩემი კვლევის შედეგად გავიგე, რომ ბრიჯიტს იმ პერიოდში დაჭირდა შეშისაგან, რომ მშობლები მას ვერ გაუგებდნენ, ის დარჩა ფეხმძიმედ და ისინი წავიდნენ შვეიცარიაში, სადაც მას აბორტი გაუკეთეს და კინაღამ გადაყვა, ძალიან რთულად წარიმართა, როგორც მივხვდი, დაუშვეს შესტომა, არ გააკეთეს კარგად და ის კიდევ გადაურჩა სიკვდილს.
ბრიჯიტ ბარდო ჩემთვის საინტერესო არის მისი ფსიქოლოგიური პორტრეტიდან და ასევე მისი ცხოველებისადმი სიყვარულისთან გამომდინარე. მან როცა მთელი სამყარო ფეხქვეშ ეგებოდა მას, სთავაზობდნენ ხელშეკრულებებს. მან უარყო ჰოლივუდის ხელშეკრულებები, რომლებიც იმდენ თანხას სთავაზობდნენ, რომ პირველად გაოგნებული, განციფრებული, როგორ გულუხვები არიან ოკეანის იქითა მხარეს, დათანხმდა, ხელი მოაწერა და მისი მეუღლე აღწერს და ამ მეუღლეს შემდგომ მასთან ჰქონდა კონტაქტები და ისინი მეგობრებად დარჩნენ. აღწერს, რომ უკვე მეორე დღეს გაიაზრა, რაზე მოაწერა ხელი და ისეთ წინააღმდეგობაში ჩავარდა, რომ ამბობდა, რომ მე მოვკვდები, მე არ მინდა არსად წასვლა, მას არ უნდოდა თავის სამყაროდან გამოსვლა და ჰოლივუდში წასვლა და მადლობა ღმერთს ყოველგვარი კომპენსაციების გარეშე შეძლეს ამ ხელშეკრულებიდან გამოსვლა. მას არ დაუდია რეკლამის ხელშეკრულება ან რომელიღაც მარმელადის მწარმოებელ ფირმასთან ან მეკდონალდსთან თუ სხვა ფირმებთან. ბრიჯიტ ბარტოს ისინიც კი ვინც ახალგაზრდა თაობა შეიძლება მას ისე არ იცნობს, მაგრამ უფრო უფროსი თაობის წარმომადგენლებიც ალბათ ვერ დაინახავთ რომელიმე მარკასთან მიკუთვნებულობაში. 39 წლის ასაკში, როცა ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგრაფირებადი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი მთელ მსოფლიოში. ის უარს ამბობს ამ ყველაფერზე. არანაირი ფილმები, არანაირი ინტერვიუები, არანაირი გამოსვლები, ის რაც თანხა აქვს, ამ თანხას ამატებს და ეხლა ნახეთ რას სანტროპეში, ესე იგი, სადაც ის ცხოვრობდა, როგორ ის პარიზელი იყო და სანტროპეს იქ ქალაქის განაპირას ჰქონდა მას ნაკვეთი ნაყიდი და იქ რაღაცა პატარა ბუტიკას გაახსნის ბაზრობის ცენტრში და თვითონაც დგას და ყიდის ყველაფერს, რაც მას უყვარდა, რაც მას სიამოვნებდა. ის იყო ესთეტიკის დიდი მოყვარული, ჰქონდა თავისი გემოვნება, მან სტილზე, მაშინდელი ქალების ჩაცმის სტილზე უდიდესი გავლენა მოახდინა და უყვარდა რომანტიული სტილი, ყველაფერს რაც აქვს, ყიდის და ბრილიანტებს კი, რომელიც მას მისი მესამე მეუღლისაგან აქვს. ეს იყო გუნტერ საქსი, ოპელის მემკვიდრე, ძალიან მდიდარი ადამიანი თავისი მემკვიდრეობის წყალობით და ის ძვირფასი ბრილიანტის ბეჭედი და ყველაფერი რაც ჰქონდა მშობლებისაგანაც ასევე ძვირფასი ავეჯი ამას ყიდის აუქციონზე, რადგან ახლა ამას ბაზრობაზე ვერ გაყიდიდა. წვრილმანებს ყიდის იქ და თვითონაც დგას და ძვირფას ნივთებს ყიდის აუქციონზე. უნდა გითხრათ, რომ გუნტერ საქსმა ის რომ გაიგო, ბრილიანტის ბეჭედი თვითონ შეიძინა. პრესაში წავიკითხე, რომ ვითომ მან ბრილიანტის ბეჭედი დაუბრუნა ბრიჯიტს, მაგრამ ეს ასე არ მომხდარა. ბრიჯიტი ამბობს გერმანულ ცნობილ გაზეთთან ინტერვიუში და მისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ იყო, რომ არ მომიბრუნაო, რადგან მან იცოდა, რომ მე მაშინვე გავყიდიდიო. ესე იგი, რაც ძვირფასი აქვს ამ ქალს, ყველაფერს იცილებს, იმიტომ რომ ფული სჭირდება მათთვის, ვინც მას ძალიან უყვარს და ვისაც ამბობს, რომ ადამიანებმა მე ბევრჯერ მიღალატეს, ბევრჯერ გამაწვილეს და ცხოველებს მე არასოდეს გაუწყვილები ვარ და გულისხმობს ასევე ფრინველებს მას თავის ნაკვეთში ბატებიდან იხვები, ჩოჩორი, მოკლედ, სადაც მიდიოდა გადაღება ჰქონდა, მაგალითად ესპანეთიდან
მას დაენანა ფილმში იყო ჩოჩორი გამოყენებული და მან ვერ აიტანა რომ ის უნდა დაბრუნებულიყო სადღაც შეიძლება კარგად არ მოქცეოდნენ და წამოიყვანა ეს თან და მანამდე ჰყავდა შეფარებული თავის სასტუმროს ნომერში. მოკლედ, ამ ქალს უყვარდა ცხოველები და ფრინველების სიგიჟემდე და მათ მიუძღვნა თავისი ცხოვრების მეორე ნახევარი. ასე ვთქვათ, 39 წლის ასაკში ის ყიდის ყველაფერს, რაც ღირებულია და ამ რამდენიმე მილიონით, რომელიც მას ძალიან იოლად შეძლო გამოემუშავებინა, მე ცოტა ხნით რომ წასულიყო ჰოლივუდში, მაგრამ არ მიდის იქ, არ ღალატობს თავის თავს და აი ამ თანხით აფუძნებს ბრიჯიტ ბარტოს ფონდს, რომელიც არა მარტო საფრანგეთში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არის ძაღლების, კატების სტერილიზაციით, მათი თავშესაფრების შენებით და ასე ვთქვათ, იმ ტანჯვის შემცირებით, რომელიც ცხოველებს ადამიანებისაგან მიეყენებათ. და ასევე ის ამბობს, რომ გახდა ვეგეტარიანელი, მე არ ვჭამ ჩემს მეგობრებს. და ეს არის ბრიჯიტ ბარტოს ერთი ძლიერი, ძალიან ძლიერი სახე, რადგან მან მართლაც და ბევრმა არ დაიჯერა, რომ 39 წლის ასაკში ის თავის ლამაზ ნაკვეთში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გადიოდა და ძალიან ლამაზი ბუნება იყო მის გარშემო, რომ როდესაც მოწყინდებოდა, ის უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ აი ეს მომწონს მე ბრიჯიტ ბარტოში, რომ ის მიუხედავად შეცდომებისა, მიუხედავად ადამიანური გადაცდომებისა, ასევე მისი ძალიან რთული, ძალიან რთული ურთიერთობისა მისი ერთადერთი შვილის მიმართ, რომელსაც მე ეხლავე შევეხები ამ თემას, ის ყოველთვის იყო თავის ერთგული და მან ასე გამოაცხადა, როცა ფილმებზე და ყოველგვარ წითელ ღალიჩაზე და ასე შემდეგ უარი თქვა, რომ მას ახლა სჭირდება ბუნება, ცხოველები და სიმშვიდე. იცით, მე ძალიან კარგად მესმის ამ ქალის. მიუხედავად იმისა, რომ მას სრულიად ჩემგან განსხვავებული, აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრება ჰქონდა. მინდა გითხრათ, რომ შვილთან დაკავშირებით იცით, გაოცებული ვარ მაინც, როგორი ნეგატიური ფოკუსი აქვს მსოფლიო პრესას ამა თუ იმ მოვლენასთან მიმართებაში. და ესეც არის ფსიქოლოგიური მომენტი, რადგან ჩვენ უფრო ვკითხულობთ საერთოდ ვამბობ, ნეგატიურ შეტყობინებებს. ისინი უფრო გვამახსოვდება, რადგან ეს არის განპირობებული ჩვენი ამ განვითარებით და ფსიქოლოგიით, იმიტომ ადამიანს თავიდანვე უნდა დაემახსოვრებინა ნეგატივი, რომ თავი გადაერჩინა. მაგრამ ეხლა ეს თავის გადარჩენა კი არა, საკუთარი თავის დატვირთვა არის, მაგრამ მაინც მივყვებით ამას და აი თითქმის ყველა პრესის ორგანო, გერმანული, ინგლისური წერდა, რომ გარდაიცვალა ლეგენდა, რომლის იმიჯსაც ჰქონდა ბზარები და ეს ასახელებდნენ ორ ბზარს, იმიტომ ახლა ცხოველებთან მიმართებაში ყველა იყო მისი საქციელით, მისი ასე ვთქვათ, მისი ერთგულებით ამ ცხოველების მიმართ, მისი თავის მიძღვნით განცვიფრებული. მაგრამ აი ეს რა იყო ეს ორი ბზარი? პირველი ბზარი იყო მის შვილთან დამოკიდებულება. ბრიჯიტს არ უნდოდა ბავშვები, ის ყოველთვის ამბობდა, რომ მას ბავშვების ეშინია. ეს გამოწვეული იყო დიდი ალბათობით მისი არქეტიპული, მაგრამ ასევე ბავშვური ტრამვებით. მისი მშობლები და განსაკუთრებით მამა იყო ექსცენტრიული, ძალიან კაცრი, ასევე ფიზიკურადაც ეხებოდა ბავშვებს პატარაობაში და ეს ბრიჯიტს ძალიან მტკივნეულად ახსოვს. ის სიმკაცრე მის იმ თავისუფლების მოყვარე ფაქის ნაწილს ძალიან არ მოუხდა და შემდეგ ის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მე
გვიან მივხვდიო, რომ მეო ჩემს შვილზეო ჩემი ბავშვობის ტრამები გადავიტანეო და ამან გამოიწვია ურთიერთობის აი ეს გაუარესებაო. მოკლედ, ბრიჯიტ ბარდოს არ უნდა შვილი და მისი მეორე მეუღლე და ისინი იყვნენ ძალიან ცნობილი და ძალიან ესეთი მოთხოვნადი წყვილი მაშინდელ ევროპაში, არა მარტო საფრანგეთში. მას უკეტავდა აბაზანის კარებს, რომ ბრიჯიტს არ შეძლებოდა მაშინდელი, რაც თავის დაცვის საშუალება იყო, ეს აბები არ იყო ჯერ კიდევ შემოსული და იმიტომ რომ მას უნდოდა რომ მათ ყოლოდა ჩვილები, მათ შეექმნათ ოჯახი, მას წარმოედგინა ბრიჯიტით რომ ეს იქნებოდა ოჯახის დიასახლისის როლში. მას კი ეს არ უნდოდა თავისი ბავშვობის ტრამებიდან და მეორე მხრივ თქვენ ჩემი ვიდეოებიდან იცით რომ ამ დროს მთელ ევროპაში, საფრანგეთში, ასევე გერმანიაში შემოდის ახალი ტრენდი. ამერიკიდან შეიძლება ესეც იყო დაგეგმილი, ყოველ შემთხვევაში ეს იყო აი სექსუალური რევოლუცია. ასე უწოდებენ გერმანიაში და ალბათ საფრანგეთშიც. და ქალის განთავისუფლება. და იცით, მანამდე თუ იყო ჩვეულებრივი ამბავი და საშუალო ფენაც და შეძლებული ფენაც ცდილობდა რომ გოგონა შესულიყო ქორწინებაში წინასწარი თქვა დიდი გამოცდილებების გარეშე, ახლა კარგად ითვლება ის, ვინც თამამია, ვინც ძალიან მალე იძენს ამ გამოცდილებას, ვისაც რამდენიმე პარტნიორთან უკვე აქვს ურთიერთობა. შეიცვალა სიტუაცია და ალბათ ამანაც იმოქმედა ბრიჯიტის აქციაზე, გარდა მაგისა, ის იყო ბუნებით, აი აფროდიტეს არქეტიპი ძალიან ძლიერად ჩანს მასში, მის ახალგაზრდულ წლებში, თუნდაც მის გამომეტყველებაში, როგორი ნატურალურად სექსუალური ჩანს ის ფილმებში. ისე რომ მას არაფრის კეთება არ სჭირდება, მისი ენერგია, როგორც პერსეფონეს, ანუ პრინცესას ენერგია და ასევე როგორც აფროდიტეს არქეტიპის ენერგია, ორივეს ენერგია არის ძალიან მიმზიდველი და ის ასე მაგნეტივით იზიდავს პრესას, სხვა ადამიანებს. აღწერილი ასეთი სცენა, რომ მისი მეუღლე წერს, რომ როცა ის ძალიან ახალგაზრდა იყო, კანესის ფესტივალის დროს, სადაც მას ფოტოგრაფები უკან დასდებდნენ, მოდის არისტოტელე ონასისის დივანი და სთხოვს, რომ მივიდეს წვეულებაზე, რომელიც ეპატიჟება ის. და ის უარს აცხადებს და ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ის ცნობილი ადამიანების მიერ მიწვეული ყოფილა, დასაწყისში თანხმობა განუცხადებია და აი წასვლამდე რაღაც რამდენიმე საათით ადრე უთქვა, რომ არა, მე არ ვგრძნობ თავს, კარგად არ მინდა იქ წასვლა და მართლაც არ წასულა. ეს მიეკუთვნებოდა ასევე მის ხასიათს. და მოკლედ ბავშვის არყოლის სურვილი იყო მასში ძლიერი, ამას გამოყოფს მისი პირველი ქმარი და ეს მეორე ქმარის აი ამ ასე ვთქვათ დაძალების შედეგად მას ეყოლება მისი ერთადერთი შვილი ნიკოლას და მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში ცდილობს ბრიჯიტი, ეს ურთიერთობა სამწუხაროდ არ შედგება. ბავშვი იზრდება უმეტესად მამასთან და მამის მშობლებთან და როგორც ვიცი, ბრიჯიტ ბარდო იხდიდა ყველა ხარჯებს მისი სკოლის და შემდეგ მისი, ასე ვთქვათ, პროფესიული განვითარების ხარჯებსაც. მე როგორც გავიგე მისი ინტერვიუებიდან, იყო ერთი ძალიან რთული ფაზა, რომელიც უკავშირდება ნიკოლას გარდატეხის ასაკს, როცა მან მოინდომა დედასთან ცხოვრება და მას დედა ალბათ დაუსაბუთა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო უარს ეუბნება და აი აქედან იწყება კიდევ უფრო ძლიერი ბზარი. ნიკოლასი ცხოვრობს, მე გადმიდის თავის მეუღლესთან ერთად ნორვეგიაში, ნორვეგიული მეუღლე ჰყავს და ერიდება აი ამ თავის ასე ვთქვათ, საფრანგეთში მას ყველგან ცნობდნენ და უკვე ჟურნალისტებისათვის ხდება ეს დრამა, დედაშვილის ურთიერთობა ძალიან ფოკუსში და აი ამას
გაერიდება. მას ორი ქალიშვილი ჰყავს უკვე, შვილიშვილებიც ჰყავს და იცით მე ხდება ძალიან მოხდა ძალიან საინტერესო და სამწუხარო რამ. ბრიჯიტ ბარდო წერს ბიოგრაფიას და ამ ბიოგრაფიაში ალბათ გაწმილებული და მისი ამ პირდაპირობით და გულახდილობით წერს, რომ იხსენებს მის ფეხციმობას, ისე თითქოს რომ მას ჰქონდა შეგრძნება, რომ რაღაცა სიმსივნე ესდებოდა მუცელში და ეს რასაკვირველია, იყო ძალიან შეურაცხყოფელი მისი შვილისთვის, პრესამ ეს აიტაცა. მოკლედ შვილმა და ყოფილმა ქმარმა მას უჩივლეს, კომპენსაცია გადაახდევინეს და ეს იყო ძალიან მძიმე ეტაპი მისი და მისი შვილის ურთიერთობაში. შემდეგ კი მისი ბოლო ქმარი, რომელთანაც ის 33 წლის განმავლობაში ერთად იყო და მისი სიცოცხლის ბოლო წამამდე ეს ადამიანი გვერდით ედგა და ეხმარებოდა მის ყველა საქმეში, მისი ასე ვთქვათ აქტიურობით ისინი მიდიან ნორვეგიაში, იქ დაქორწინდებიან და ნორვეგიაში მიდიან იმის გამო, რომ შვილი იქ ცხოვრობს და იქიდან იწყება ახალი ეტაპი მათი შერიგების ამ დედა-შვილის ურთიერთობის რეაბილიტაციის, ასე ვთქვათ და მათ ჰქონდათ სანამ მას ბრიჯიტ შეეძლო მგზავრობა, ჰქონდათ ურთიერთობა, შემდეგ კი ჰქონდათ ურთიერთობა, აი სოციალური ვიდეოს საშუალებით. იცით მე რომ ვაკვირდები ბრიჯიტის ცხოვრებას ეს ფსიქოლოგიური გადმოსახედიდან ის ამ 39 წლის ასაკში შედის სულ იქ უაქტიურდება მას სულ სხვა არქეტიპი. ეს არის აქტივისტი. მანამდე თუ იყო ულამაზესი, ძალიან სექსუალური, ძალიან მიმზიდველი, მშობლებზე და ქმარზე დამოკიდებული, როგორც თვითონ ამბობს. პრინცესა გოგო, პერსეფონე და პლუს ეს მიმზიდველობა, აფროდიტეს მიმზიდველობა და სიამოვნებისადმი ლტოლვა და თავისი გულისხმის მიყოლა და თავისუფლებისადმი სწრაფვა თუ ჰქონდა. აი ამას მერე ეფარება თითქოს, ესე იგი თითქოს რაღაცა ფარდა ჩამოეფარება აქ და იღვიძებს არტემისი, ეს არის არქეტიპი. ის ჰოლივუდში არ მიდის მილიონების გამო, მაგრამ მიდის კანადაში, რომ სელაპებთან ფოტოები გადაიღოს, რადგან მას უნდა რომ ცხოველების მათ დაცვას, მათი სიცოცხლის დაცვას შეუწყოს ხელი და მართლაც დიდ წარმატებას მიაღწევს. მას ეკითხებიან, რომ ხარ თუ არის ბედნიერი და თვითონ როჟა ვადიმიც აწერს, რომ როცა ის 50 წლის ასაკში იყო, დაახლოებით ამ ასაკში იყო, შეხვედრის დროს ეკითხება, რომ ბედნიერი ხარ? და ის ამბობს, მე უკეთ ვარ. ესე იგი ის რომ ის ბედნიერია, არც ერთ ინტერვიუში არ წამიკითხია. ესე იგი აი ამ ცხოველების დაცვამ და მან ძალიან ბევრი რამ შეძლო, მას მოუტანა კმაყოფილება, ძალიან ბევრი ადამიანი გადაჰყიდა, რადგან მოგეხსენებათ ის მარტო ძაღლებს და კატებზე არ ზრუნავდა, ის ზრუნავდა და აპროტესტებდა ფერმებში მასობრივად ცხოველების ესე შენახვის პირობებს, მათ ამ მოპყრობის პირობებს და დამერწმუნეთ, ეს ძალიან მძიმე თემა არის. თუ თქვენ მაგალითად ფილმი გაქვთ ნანახი, როგორ ეპყრობიან, როგორ რა დღეში არიან, აი როგორ ვიწროთ და როგორ წარმოუდგენლად ცუდ პირობებში ცხოვრობენ ცხოველები და ფრინველები დიდ ფერმებში. და რასაკვირველია, ბევრი გადაიკიდა აი ამ თავისი პირდაპირობით. უნდა გითხრათ, რომ როცა არტემისის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება არის, როგორც თქვენ ჩემი ვიდეოებიდან გახსოვთ, რომ ის რაღაც მიზანს რომ ამოირჩევს, როგორც აქტივისტი, ძალიან აქტიურად შეიჭრება. ეს შეიძლება პოლიტიკური აქტიურობაც იყოს, ცხოველების დაცვა იყოს, ქალების უფლებების დაცვა იყოს. მართალია ბრიჯიტი ამბობდა, რომ მე არა ვარ ფემინისტი, მე მიყვარს მამაკაცები, მაგრამ აი ცხოველებთან მიმართებაში იყო
იყო ტიპიური არტემისის მოდულში და როცა იბრძვი აქ ბედნიერი ვერ გახდები, რადგან ბრძოლა ნიშნავს, რომ აი ამ მომენტში თუ იმარჯვებ, მაინც სულ დაძაბული უნდა იყო, მაინც სულ ფრთხილად უნდა იყო, იმიტომ როცა ბრძოლობ შენ მოწინააღმდეგეებთან გაქვს საქმე და შენ ვერ მოეშვები და დაძაბულად კი ბედნიერება შეიძლება რაღაც წამიერად შეიგრძნო, მაგრამ იმ კმაყოფილებას, იმ სიამოვნებას კი ვერ მიიღებ, იმიტომ რომ ყოველდღე იღებ ინფორმაციას, რომ ამა თუ იმ ცხოველს ზიანი მიაყენეს, ამა თუ იმ სახეობას ზიანი მიაყენეს, იქ ნადირობის სეზონი გაიხსნა და რასაკვირველია, აი ეს ამ კუთხით მას აწვდიდნენ ამ ინფორმაციას, ტვირთავდნენ ნეგატიურად და მან ვერ შეძლო გამიჯნულიყო აი ამ ინფორმაციიდან, იმიტომ ყველაფერს აი ამ დედამიწაზე ერთი ადამიანი ხო ვერ შეძლებს და ჩვენი ამოცანა კი არის ის, რომ ჩვენ რაღაცა ზღვარი დავინახოთ ჩვენს საქმიანობაში, ჩვენს ძალაუფლებაში და მე როგორც დავასკვენი ამ უამრავი ინტერვიუები წავიკითხე ბოლო წლების, რომ ბრიჯიტმა ვერ შეძლო აი ამ ზღვარის დანახვა, მაგრამ მან ძალიან დიდი დახმარება გაუწია ცხოველების უფლებების დაცვას ევროპასა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და ბოლოს გეტყვით, რომ ბოლო აი ბზარიო ხომ თქვი, ორი ბზარიო და ყველგან გერმანულ პრესაში განსაკუთრებით იწერებოდა, რომ მის იმიჯს ამ ლეგენდას აქვს ორი ბზარი და ეს ერთი ბზარი ამ შვილზე წერდნენ მხოლოდ ნეგატივს. აი მე რაც წავიკითხე, რომ ბრიჯიტი ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, მე ჩემს შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთანაც მაქვს ურთიერთობა, რომ მისი შვილთაშვილს უნდა რომ ისწავლოს ფრანგული, რათა ამ დიდ ბებიას თავისუფლად ფრანგულად დაელაპარაკოს და აი ეს ინტენსიური კონტაქტი აი ამ ბოლო 25 წელში რომ იყო 30 წლის განმავლობაში რომ იყო, ამას ყველა გვერდს უვლიდა და ხას უსვამდნენ სწორედ იმ მაშინდელი, ასე ვთქვათ, ავადსახსენებელი ბიოგრაფიის იმ ნაწილებს, რომელიც მას ამოაღებინეს ბიოგრაფიიდან, რადგან ამით მისი შვილის და მისი ყოფილი ქმრის პიროვნული უფლებები ილახებოდა. ეს იყო ეს ერთი ბზარი, რომელზეც წერდნენ და მეორე ბზარი იყო ის, რომ ბრიჯიტ ბარტო ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა ყოველთვის და ის მისი მეუღლე, რომელიც მის 32 წლის განმავლობაში მათ ჰქონდათ ძალიან ჰარმონიული, ძალიან კარგი, ძალიან დიდი სიყვარულის ურთიერთობა, ის იყო ეს მემარჯვენე პარტიის მრჩეველი და ბრიჯიტ ბარტოს აქვს რამდენჯერმე ნათქვამი, რომ მას არ მოსწონს, რომ საფრანგეთში ეკლესიები დაუცველია, რომ ამდენი მეჩეთები მრავლდება, შენდება და იხსნება და რომ საფრანგეთის ცხოვრება უკეთესობისაკენ არ შეიცვალა, რომ კვების კულტურაც გაუარეს და რომ მაგალითად სტრაფიკების ობიექტები რომ მრავლდება, აი მაგ კუთხით და ასევე ამ უსაზღვრო ზღვარდაუდებელ მიგრაციასთან და ასე მიგრაციასთან უცხო კულტურებიდან ამაზეც აქვს თავისი აზრი, იცით, ძალიან ჩვეულებრივად ჩამოყალიბებული, მე მიკვირს, მაგრამ აი ამ თავისი ასე მოსაზრებების გამო, რომელიც მას ინტერვიუში აქვს ნათქვამი, მას ის გაასაჩივრეს რამდენიმეჯერ და სერიოზული ჯარიმები გადაახდევინეს და მას ეკითხება ამ გერმანული გაზეთის რეპორტიორი, რომელიც მან მიიღო თავის მეორე ნაკვეთში, სადაც ის ცხოვრობდა სან-ტროპეს მეორე ნაკვეთში და ის რომ ეკითხება, ის ამბობს, რომ ის არაფერს არ ნანობს. ასე ვთქვათ, მისი მოსაზრება იყო ფრანგი პატრიოტის მოსაზრება, რომელიც ქვეყანაში არსებულ ფაქტებს აკრიტიკებს და ამის გამო მართლმსაჯულებისაგან ის იღებს, აი ესე ვთქვათ, დევნა შეიძლება გადაჭარბებული არის, მაგრამ რამდენიმე პროცესი საგრძნობიარე ჯარიმებით და აი ამასაც უსვამდა გერმანული პრესა ხაზს, მე კი ჩემთვის
მას შემდეგ რაც მის პიროვნებას ასე თუ ისე დავეცანი და დღეს მხოლოდ აი რაღაცა ფრაგმენტები მოგახსენეთ, მე მივხვდი რომ თქვი დავწერე კიდეც რამდენიმე კომენტარში, რომ ბრიჯიტ ბარტოს სრულებით არ აინტერესებდა რა სიტყოდა მასზე გერმანული პრესა. ის ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა, ის იყო თავის ერთგული, ის შეუცდომელი არ იყო, მაგრამ ის იყო ძალიან განსაკუთრებული, ძალიან ორიგინალური, ძალიან მრავალმხრივი და ძალიან საინტერესო ქალი და იყოს ის სინათლეში და სიმშვიდეში ზემოთ და მე კი იმედი მაქვს, რომ აი ამ ვიდეოთი ბრიჯიტ ბარტოს ცხოვრების ის ფრაგმენტები დაგანახეთ, რომელიც პრესაში ისე არ იბეჭდება და ჩემი სიმპათია იმედია მისდამი ჩემს სიმპათიას იმედია თქვენც ნაწილობრივ მაინც გაიზიარებთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.